ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. რაც გულისხმობს საპენსიო რეფორმის მოდელი, შესაძლებელია თუ არა ამ სისტემით უზრუნველი სიბერე და რა გარანტიები არსებობს, რომ ჩვენი ფული დაცული იქნება. კვირის მთავარი ეკონომიკური თემით პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მთავრობის მიერ დაანონსებულმა საპენსიო რეფორმამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა. ცნობილია, რომ 2018 წლიდან დაგროვებითი სისტემა ამოქმედება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, 2% კი დამსაქმებელი და სახელმწიფო. საბაზისო პენსია ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. იქნება თუ არა აღნიშნულ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი, ვის და როგორ შეეძლება ამ რეფორმით ისარგებლობს, ვინც ვერ ან არ მუშაობს, ვინ იზრუნებს მათ პენსიაზე, რატომ აკრიტიკებს რეფორმას სპეციალისტები და რა ალტერნატიულ ვარიანტს თავაზობს მთავრობას პროფკავშირები. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ოთარ ძიძიკაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია. აქვე გეტყვით ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს 292 11 292 ეს უკვე გადაცემის მეორე ნაწილში შეგიძლიათ დაგვირეკოთ და დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საკმაოდ აქტუალური თემა, რომელზეც მუშაობს სახელმწიფო უკვე წლებია და არაერთი ვარიანტი განიხილებოდა, მაგრამ საბოლოო როგორც ჩანს უკვე შეთანხმება მიღწეულია. ყოველ შემთხვევაში პრემიერმა დაანონსა მთავრობის თომაზე. ბატონო თარ თქვენთან მექნება პირველი შეკითხვა, რატომ აირჩიეთ ასეთი ტიპის სისტემა და რა რისკებს შეიცავს ეს ყველაფერი? მივესალმები თქვენს მსმენელს, ასევე მივესალმები ბატონ გოჩას, მოწვეულ სტუმარს. მინდა აღვნიშნო, რომ პროფკავშირები არის ის ორგანიზაცია, რომელიც რეალურად იყო ჩართული საპენსიო რეფორმის პროცესში და მათ თავიანთი ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს, რაც ძალიან სასიამოვნოა, ვინაიდან რეფორმა არის საკმაოდ რთული და გაითვალისწინეთ თუ არა შეთანხმება. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მხარე იყოს ჩართული და მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკური ძალებისგან და სხვა პროფკავშირებიდან და ასევე ორგანიზაციებიდან მხოლოდ პროფკავშირებმა ითავა ეს საქმე და მათ შეიმუშავა. ანუ საქმით მხოლოდ პროფკავშირები და არა განცხადებები. დიახ, ერთმანეთს აზრებს უზიარებდით და მე ვფიქრობ, მე მინდა რომ კიდევ ერთხელ ბატონ გოჩას ამისთვის მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საპენსიო რეფორმის კონცეფცია შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან. ერთი ეხება არსებულ პენსიონერებს და მეორე ეხება ასე ვთქვათ მომავალი თაობის პენსიონერებს. არსებული პენსიონერებისთვის სახელმწიფომ შეიმუშავა პაკეტი, რითაც რეალურად არსებული საპენსიო უზრუნველყოფა ბევრად უფრო სტაბილური და ბევრად უფრო უზრუნველყოფილი და ძლიერი ხდება. კერძოდ, დღევანდელ დღეს პენსიონერები არ არიან ინფლაციური რისკებისგან დაცული, ანუ თუ ყოველწლიურად პენსია არ მოიმატებს, რეალურად მათი მსყიდველუნარიანობა შემცირდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნება გარკვეული ინფლაცია. იმისათვის, რომ მსყიდველუნარიანობა არ შემცირდეს და პენსიონერი უფრო დაცული იყოს ფინანსურად, ვიდრე ეს არის დღეს, ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს მექანიზმი, რითაც პენსიონერს ავტომატურად მოემატება პენსია მინიმუმ ინფლაციის შესაბამისად. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა, რაც წლის განმავლობაში ერთხელ თუ რეაგირება მოხდება მაშინვე, როდესაც ინფლაცია წლის განმავლობაში ერთხელ, რა თქმა უნდა, ანუ დაითვლება დაანგარიშდება გასული წლის ინფლაცია და შესაბამისად მეორე წელს პენსია მოიმატებს მინიმუმ ინფლაციის შესაბამისად. ასევე შესაძლებელია, რომ ინფლაციაზე მეტად გაიზარდოს პენსია იმ შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკური ზრდა იქნება გარკვეულ პარამეტრზე მაღალი. ჯერ ეს პარამეტრები, ანუ ინდექსაციის პარამეტრები შემუშავებული არ არის, შემუშავების პროცესში ვართ, სხვადასხვა ვარიანტებს ვიხილავთ, თუმცა მთავარია, რომ მიდგომა არის ესეთი, რომ დავიცვათ პენსიონერები ინფლაციისგან და შევთავაზოთ უფრო ძლიერი პაკეტი. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს და სახელმწიფომ გადადგა ეს ნაბიჯი და მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი პენსიონერებისთვის. ბატონ გოჩა, უკაცრავად, თქვენ ამ კუთხით გააქვთ შენიშვნა ის, რომ დავუშვათ პენსია ინფლაციის შესაბამისად გაიზარდა
გაიზარდოს მაგალითად სპენელისთვის რო იყოს გასარკვევი ახლა მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა კი არა და გადააჭარბა ინფლაციამ დაახლოებით 7%-ის ფარგლებში ანუ პენსია წლის განმავლობაში თუ ამ რეფორმა გატარდება 7%-ით გაიზრდება ეს პუნქტი არის თქვენთვის მისაღები კი რასაკვირველია ეს არათუ მისაღები ეს აუცილებელია და ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლება უნდა აიღოს აქამდეც უნდა ყოფილიყო ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ხედავთ რომ პენსია წლიდან წლამდე ცოტა იზრდება ხანდახან ეს ინფლაციის მაჩვენებლის ფარგლებშია ხანდახან უნდა ვაჭარბებს ხანდახან ნაკლებიც კია ანუ აქამდე პრინციპში ეს ხდებოდა მაგრამ არა სისტემურად ხო იყო შემთხვევები როცა არ იზრდებოდა ხო მაგრამ ეხლა უკვე ამით რა თქმა უნდა ჩვენ სქემაშიც მოვითხოვთ და ეს როგორც ყველა სოციალური პასუხისმგებლობა ხელისუფლების ეს რა თქმა უნდა რასაკვირველია უფრო მეტიც უნდა გამოინახოს საშუალებები რომ არა მხოლოდ ინფლაციის მიხედვით ხდებოდეს კორექტირება პენსიისა არამედ როგორც ბატონო ოთარმა აღნიშნა უნდა გამოინახოს საშუალება ყოველ წელს იზრდებოდეს კიდეც პენსია იმიტომ რომ ინფლაციით კორექტირება ნიშნავს მხოლოდ მსყიდველობით უნარიანობის შენარჩუნებას და არა ზრდას როგორც ასეც ხო ამდენად რესურსი საიდან უნდა მოვიდეს ეს ზრდა პენსიებისა ინფლაციის გარდა კიდევ ხო ინდექსაციის გარდა ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენ ვფიქრობთ რომ საგადასახადო სისტემის რეფორმა საჭირო და პროგრესულ გადასახადებზია ასე თქვა დაწყება საუბრისა აუცილებელი რათა გაჩნდეს დამატებითი სახსრები და სამართლიანი სოციალური სისტემა ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება მეორეს და რომელმაც გამოიწვია საკმაოდ ბევრი კითხვა, როდესაც გადაცემას ვამზადებდი, გავეცანი სხვადასხვა პუბლიკაციებს, რომელიც იწერება პრესაში, ვერ ხვდება ხალხი და ვერ ხვდება ან ახალგაზრდებიც თუნდაც რა უნდა გააკეთონ, ანუ რას ნიშნავს 2-2-2 ეს პრინციპი. თუ შეიძლება ერთი ორიოდე წუთი დაუბრუნდები პირველ ვარიანტს მე მინდა მსმენელებს აუხსნა თუ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ საპენსიო რეფორმის გატარება რეალურად ჩვენ ვართ ასე ვთქვათ დაბერებადი ქვეყანა, დაბერებადი ერი, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიონერთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის შემადგენლობაში გაიზარდა და ძალიან მნიშვნელოვნად გაიზრდება მომავალში. თუ დღეს გვყავს დაახლოებით 710,000 ასაკით პენსიონერი, ეს ციფრი დაახლოებით 950,000 მიუახლოვდება შემდეგი 15 წლის განმავლობაში, ანუ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სულ უფრო და უფრო მეტ პენსიონერის შენახვა და მეტ პენსიონერზე ზრუნვა მოუწევს. ანუ ერთის მხრივ ჩვენ შევქმნით ეს პაკეტი, რაც მსყიდველოვნარიანობის დონის შენარჩუნებას და ეტაპობრივ მატებას გულისხმობს. არსებული სოციალური, ჩვენ გვაქვს სოციალური პენსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პენსიონერი იღებს ერთი და იგივე სარგებელს. თუმცა უნდა ასევე აღინიშნოს, რომ პენსიის ფუნდამენტური პრინციპი არის სიღარიბესთან ბრძოლა. ანუ სოციალური პენსია ვერასდროს ვერ იქნება იმხელა, რომ მაგალითად პენსიონერები იყვნენ კმაყოფილი, თუნდაც მომავალი თაობის. ანუ პენსია როგორც აღნიშნე გაიზრდება, მაგრამ იმისთვის რომ რაღაც რადიკალური სხვაობა. რატომ არ არის შესაძლებელი იგივე სტაჟის მიხედვით იყოს პენსია და დავუშვათ ვინც მუშაობს წლების განმავლობაში იმასაც და ვინც არ მუშაობს ერთ და იგივე პენსია კონდეს. დიახ, ზუსტად აი ამას თავაზობს ჩვენი საპენსიო რეფორმის აქედან გამოდივართ. ანუ ერთი არის სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული, როდესაც ყველა იხდის გადასახადს და მაგალითად ის მოქალაქე, რომელსაც ნაკლები აქვს ნამუშევარი, ან სულ არ აქვს ნამუშევარი და ნაკლები აქვს გადახდილი თავისი საშემოსავლო გადასახადის სახით, იღებს იგივენაირ პენსიას. ეს იმიტომ, რომ ეს არის სოციალური პენსია. ჩვენ რო დღეს რეალურად სოციალური პენსია არ ქონდეს ქვეყანაში და ესეთი გადანაწილების პრინციპი არ ქონდეს და ქონდეს ისეთი პრინციპი, როგორც თქვენ ბრძანეთ, ანუ ვისაც მეტი წლები აქვს ნამსახურების მეტს იღებს, რეალურად მივიღებდით საკმაოდ მნიშვნელოვან დისბალანსს ქალაქსა და რეგიონებს შორის განსაკუთრებით. და რეგიონის მოსახლეობა მიიღებდა გაცილებით ნაკლებ პენსიას და შედარებით მეც მიიღებდა ქალაქის მოსახლეობა, რაც მომენტალურად აისახებოდა სიღარიბის დონის მატებაზე. ამიტომ თავად უნდა ვიზრუნოთ დაუშვათ. ამიტომაც ეს კომპონენტი არის, რომელიც სიღარიბესთან ებრძვის და ახლა არის მეორე კომპონენტი, კერძო დაგროვებითი პენსია. ანუ თქვენ ზუსტად მიიღებთ თქვენს მიერ გამომუშავებული ხელფასის შესაბამის პენსიას მომავალში. ანუ ერთი არის, რომ მნიშვნელობა აქვს თქვენ ამდენი გაქვთ ხელფასი, მეორე არის, რომ მეორე კომპონენტი, რასაც მნიშვნელობა აქვს თქვენს მომავალი პენსიის ოდენობაზე, არის რამდენი წლის განმავლობაში სისტემატურად იხდიდით, ანუ შეგქონდათ შენატანი საპენსიო ფონდში. და მესამე არის რა საპენსიო ფონდის მიერ წარმოქმნილი მოგება. ანუ რამდენი
რა პროცენტი დაერიცხება მოგება საპენსიო ფონდებს მართვის შემდეგ, ანუ ამ აქტივების მართვის შედეგად. რეალურად ეს არის პრინციპი და საბოლოო ჯამში მომავალი პენსიონერი მიიღებს ორი სახის პენსიას. ერთი იქნება სოციალური პენსია, რაც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, მოქალაქე მონაწილეობს თუ არა საპენსიო სისტემაში და მეორე იქნება კერძოდაგროვითი პენსია, რომელიც ზუსტად ასახავს. თავშეთ მე როც თუ მუშაობ, მივიღებ როგორც სოციალურ პენსიას, ასევე პლუს იმას, რაც მე დანაზოგი მაქვს. ზუსტად ესე არის. და უკვე ის თქვენი დანაზოგი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან პირდაპირ პროპორციულად ასახავს თქვენს მიერ წლების განმავლობაში, ანუ სტაჟს და დამსახურებას, ასე ვთქვათ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, რომ სვენერისთვის იყოს გასაგებად, თავშეთ თუ ჩემ პირობითად ადამიანის ხელფასი არის 1000 ლარი, აქედან 6% ორი თვითონ იხდის, ორს დამსაქმებელი, ორს ბიუჯეტით დაახლოებით 60 ლარი ყოველთვიურად დაჯდება მის ანგარიშზე. დიახ, ნამდვილად ესე არის. მოქალაქეს ექნება თუ სურვილი ექნება საპენსიო ფონდში გაწევრიანების, მოქალაქე გადაიხდის 1000 ლარის ხელფასის შემთხვევაში განახორციელებს 20 ლარიან შენატანს, რომელიც არ დაიბეგრება და ასევე იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე გაწევრიანდება ფონდში, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული ხდება, რომ მათაც 2% გადაუხსნას. ეს უკვე ნებაყოფლობითია ეს გაწევრიანდებით, ჩემს სურვილზეა დამოკიდებული. ცოტა სხვანაირად არის, ანუ როდესაც საპენსიო სისტემა ამოქმედება, ავტომატურად ყველა გაწევრიანდება ამ სისტემაში, თუმცა ყველას ექნება, ასე ვთქვათ, გამოსვლის განცხადების დაწერის შედეგად გამოსვლის. დიახ, ანუ თქვენ ეს რისკებს ამ შემთხვევაში უფრო ზრდის. თუ არა გაქვთ სურვილი საპენსიო სისტემაში დარჩენის გამოხატვა. არანაირ რისკებს არ პირიქით ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოქალაქეები რაც შეიძლება მეტად გაწევრიანდნენ, მეტი ინტერესი ჰქონდეს. ანუ შეიძლება მოქალაქეს თავდაპირველად უჭირდეს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ვინაიდან ის გაწევრიანდება სისტემაში, მის მიერ დარჩენის გადაწყვეტილების მიღების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე როდესაც ამ მოქალაქეს თავდაპირველად მის სურვილის მიხედვით თუ უნდა აირჩიოს. ანუ ბატონო გოჩა, სწორედ თქვენ ამასთან დაკავშირებით გქონდათ შენიშვნა, სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ეს, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ, რომ უნდა იყოს სავალდებულო და არა დავუშვათ ნებაყოფლობით. რატომ იქნება მე არ მსურს რომ უზრუნველყო ჩემი სიბერე. პირობითად რომ თქვა, ჩემი ხელფასი დავუშვათ არ ამაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს დამატებითი ხარჯი თუნდაც 2% გავწიო. ჩვენს შორის უფრო მეტი ჩვენს მოსაზრებებს შორის უფრო მეტია განსხვავება ვიდრე მხოლოდ ეს, მაგრამ დიახ, მართალ ვბრძანებთ, რომ ჩვენი მიდგომით საპენსიო სისტემა უნდა იყოს სავალდებულო. ჩვენი აქვე აღნიშნავ, რომ ჩვენი სისტემის არქიტექტურა არის აბსოლუტურად განსხვავებული. თავარი რაც განასხვავებს ჩვენს მიდგომებს არის ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საპენსიო სადაზღვევო სისტემაზე და მთავრობა საუბრობს დაგროვებით სისტემაზე. ანუ მთავრობის აზრით თქვენ და მე რასაც დავაგროვებთ, ამას ბოლოს დავითვლით და რაც შეგვჩება ხელში 65 წლისა, მე რო ვიქნება თქვენ 60 წლისა, აი მის ხარჯვას დავიწყებთ ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ ეგ თანხა ამოწურვადია, ხო დამეთანხმებით, ყურებაში რაც ჩავყარე, იმას ამოვიღებ და რამდენ წელზე გადავანაწილებ, ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავრობა გადამიხდის პენსიას, როგორც არა, სწორედ რომ ესე არ არის. არა, ესე არ არის. თქვენ რაც კი ბატონო, მთავრობა საპენსიო ფონდი გადაგიხდით, მაგრამ იმდენს გადაგიხდით და იმდენზე გაგიწერთ იმ წლებზე და იმ თვეებზე, რამდენზეც გეყოფათ ეს პენსია. ანუ ეს ყულაბაში დაგროვდა. შეიძლება ეს თქვენ ამოწუროთ 10 წელიწად, შეიძლება 5 წელიწად, შეიძლება 30 წელი იცხოვროთ პენსიის ასაკს მიღწევის შემდეგ და კაპიკები მიიღოთ ყოველ თვე. იმიტომ რომ უფრო დიდ ხანს იცოცხლოთ. ანუ ამ შემთხვევაში დაგროვებითი სისტემის ნაკლი სწორედ ეგაა, რომ თანხა რაც თქვენ დააგროვეთ ამოწურვადია. და მუდმივად თქვენ რომ სიტყვაზე და ის გათვლილი არის დაახლოებით პარამეტრები მთავრობას გათვლილი აქვს საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მაგალითად თუ ქალბატონი 60 წელს რომ მიაღწევს და პენსიაზე გავა და დადგენილია რომ იცხოვრებს დაახლოებით 17 წელი, რა ვქნათ რომ 20 იცხოვრა? რატო 95 წლის გახდა? ის ფული ხო აღარ შეხვდა მას რომ მიაღწია საშუალო ცხოვრების ასაკს, რაც მთავრობას წარმოდგენილი აქვს. იმის იქით რა უნდა მიიღოს? მთავრობა გადაუხდა საპენსიო ფონდიდან, საბაზოს არა, ხოლო საბაზოს, მაგრამ იმან რაღაც უნდა უზრუნველყოს სტაჟის და დამსახურების მიხედვით პენსია, ის დამთავრდა, ამოიჭურა. აი ჩვენი ვარიანტი არის სადაზღვევო, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანები ნაწილი აღწევს საშუალო ცხოვრების ასაკს, ნაწილი ვერ აღწევს და ამის ხარჯზე საბოლოო ჯამში ადამიანები მუდმივად იღებენ იმას, რაც საპენსიო ფონდიდან მათ დაზღვევის პრინციპით ეკუთვნით. ამაშია მთელი საქმე და ამოწურვადია ის თანხა. დაზღვევის პრინციპი როგორი უნდა იყოს პროცენტი?
დაახლოებით 46%, საშუალოდ 46% ჩვენი სქემიდან გამომდინარე, ხელფასი პენსია ხელფას ჩაანაცვლებს. ანუ თუ ვინმეს 1000 ლარი აქვს ხელფასი, დაახლოებით 460 ლარი მან უნდა მიიღოს პენსია. რაშიც შედის ბაზისური პენსია, თქვა დღევანდელი 160 ლარი, პლუს ზემოდან ის რაც მან გამოიმუშავა სტაჟის და ხელფასიდან შენატანის მიხედვით. ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ცენტრალიზებულმა საპენსიო ფონდმა და არა სახელმწიფომ როგორც ასეთმა ფონდმა. ეს ფონდი რითი იარსებებს? იარსებებს შენატანებით, როგორც მთავრობის ვარიანტია, ოღონდ ჩვენ ვარიანტში დამსაქმებელი გადაიხდის და მთავრობა დასაქმებული არ გადაიხდის, იმიტომ რომ დასაქმებულს არ ეკუთვნის. არა, იმიტომ არა რომ ჩვენ ვიცავთ დასაქმებულს. მე გეტყვი თქვენ და მოკლედ გავიხსენებ, რატომ ამბობთ. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს ედგვარი შეიძლება ვიღაცა თქვა სუსტი მხარია ჩვენი ვარიანტის, მაგრამ არ არის სუსტი მხარი, იმიტომ რომ 2012 წლამდე იყო საგადასახადო კოდექსში ჩანაწერი, რომ საშემოსავლო გადასახადი შემცირდებოდა 15%-მდე. ახალმა მთავრობამ, ახალმა პარლამენტმა 2012 დეკემბერში ახალი ბიუჯეტი რომ მიიღო 13 წლისა, გააუქმა ეს მუხლი მთლიანად და ერთადერთი რაც შემოგთავაზა იყო დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც 2 წელიწადში გააუქმა. ანუ ჩვენ რეალურად მოტყუებული დავჭი დასაქმებულების რო შეპირდნენ, რომ როცა 2007 წელს გაიზარდა საშემოსავლო 12-დან 25-მდე და მერე დიდი პროტესტების ფონზე ჩამოიწია 20-მდე და 15-ზე უნდა ჩამოსულიყო, ჩვენ ფაქტიურად არაფერ მოგვატყუეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ 2% დავსაქმებლიდან 2 დასაქმებულისგან, რომელიც გაიზრდება და 10 წლის შემდეგ გახდება 20+4. თუ რატომ არ მიდის მთავრობა ამ დათმობაზე, უკვე გადაცემის მეორე ნაწილს შევისაუბროთ, ახლა რეკლამის დროა, ჩვენ სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. თავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ჩვენ ისე პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობ, ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმაზე 292 1192 292 1199 იქნება არის ჩვენი სტუდიის ნომრები და შეგიძლიათ დაარეკოთ და დასვათ შეკითხვები ამ მიმართულებით. ბატონო თარ, თქვენ უნდა უპასუხოთ ახლა ბატონო გოჩას რეპლიკას, იქ სადაზღვეო სისტემას თავაზობთ, რაზეც შეიძლება რომ წავიდეს მთავრობა. ამ რომ არის პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბატონმა გოჩამ ახსენა, რომ თითქოს მხოლოდ 5 წელიწადზე გადანაწილდება ეს თანხა, ეს ესე არ არის, ანუ როდესაც მაგალითად 17 წელი არა 5-ზე არა, რამესაც იცოცხლებს იმდენზე ხო და რომ დიდხანს რომ იცოცხლებს თანხა რა მიეცემა. მოდი ესე ვთქვათ, თუ გარდაცვალების შემთხვევაში ეს თანხა მთლიანად გადაეცემა შთამომავლობას, მინიმუმ მოქალაქემ უნდა აიღოს იმ შემთხვევაში თუ აქვს ისევ და ისევ ხას თუ აქვს დაახლოებით 15 წლიანი მინიმუმ 15 წლიანი დაგროვება იმ შემთხვევაში უკვე გადაუნაწილდება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე იმ დროისთვის რაც იქნება. რას მიიღებს, რა შეხვდება მას? გიფიქრია ამაზე. მოქალაქეს ვისაც აქვს მაგალითად 1 წლიანი დაგროვება, 2 წლიანი, 5 წლიანი და ასე შემდეგ, ისინი ერთჯერადად გამოიტანენ, ვინაიდან დანაზოგი იმხელა არ იქნება, რომ გადაუნაწილონ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასევე ბატონმა გოჩამ როგორც ახსენა, არსებობს იმის რისკი, რომ მოქალაქემ დიდხანს იცოცხლოს გეთანხმებით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მეორე პროდუქტი, როდესაც თქვენ საპენსიო ასაკს როდესაც მიაღწევთ, თქვენი მთლიანი დანაზოგი, მთლიანი დაგროვილი თანხით ყიდულობთ ანუიტეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვეო კომპანია, ეს არის სადაზღვეო კომპანიის პროდუქტი, სადაზღვეო კომპანია გთავაზობთ ფიქსირებულ შემოსავალს დარჩენილ ცხოვრების მანძილზე, ინფლაციასთან ინდექსირებულს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ცხოვრობთ დიდხანს, ამ შემთხვევაში ეს არის რეალურად ვალდებულება სადაზღვეო კომპანიის რომ პერმანენტულად გადაგიხადოთ, თუმცა ეფექტი რაოდენობით რაც იქნება, ანუ ყიდულობთ ამ პროდუქტს, რაც იქნება დაგროვილი, ხა რთულია ვთქვა 20 წლის შემდეგ 100,000 ლარიანი დანაზოგით რა უნიტეტის ყიდვა შეიძლება ამას ახლა ამ შემთხვევაში რა მოხდება ბავშვი? ინფლაციის შემთხვევაში, 15-20 წლის შემდეგ შეიძლება იყოს ისეთი ინფლაცია, რომ ის თანხა, რომელიც მე დავაგროვე, არაფერი არ იყოს. დიახ, გეთანხმებით, ანუ ინფლაცია არის ამ საპენსიო რეფორმას ზოგადად აქვს გამოწვევები, როგორც ყველა ნებისმიერ ლარში დაგროვება თუ დოლარში? ერთ-ერთი არის ინფლაციური რისკი ზოგადად ინფლაციური რისკი რა თქმა უნდა არ არის მისასალმებელი, ხშირ შემთხვევაში ინფლაციური რისკები არის კონტროლირებადი, თუმცა შეიძლება იყოს წლები, როდესაც ინფლაცია არის დასაშვები ეროვნული ბანკის მიერ ტარგეტირებულ კოეფიციენტზე უფრო მეტი. რაც შეეხება ინფლაციაზე კითხეთ, ანუ ბავშვი წლების შემდეგ როგორ იქნება, მაგრამ სანამ ამ კითხვაზე მიპასუხებ, სმენელია ხაზე არ ვალოდინოთ და მოვისმინოთ ჩაკითხვა, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მაინტერესებს ეს ყველაფერი გასაგები საუბრობდა სამმავლოდ რა არის საჭირო, ეს კულტურულად ესეა, ლოგიკურადაც ესეა, მაგრამ მეორე ლოგიკა არსებობს, ვთქვათ,
თითქმის რუსული ის რო არის ჯგუფი პირველი ჯგუფი ამაზე რა შეიძლება ითქვას იმიტომ რომ ფაქტობრივად პირველი ჯგუფი დღეს არ არის დაკავებული გესმის არ არის ის კომფორტული ცხოვრება რომ სადმე ვინმე მუშაობს და რაღაცა გააკეთოს შენატანი ესე დაუქროს ვინც არ მუშაობს იმ ადამიანების როგორ იქნება სოციალურ უზრუნველყოფას გულისხმობთ პირველ ჯგუფზე და ამაზე რაც ფიქრობთ თქვენ არ გაქვთ რამე მოსაზრება რომ ამ პირველ ჯგუფზე რომ იყოს სტაბილურად თქვათ მაღალი პენსია ვიდრე დანარჩენ სხვას ან ქულების მიხედვით იყოს ვის როგორ უჭერს იმის მიხედვით შეიძლება მადლობთ გისმენთ ბატონო თარჯერ თქვენ და მე თქვენი მოსაზრებაც საინტერესოა მსმენელი ალბათ გულისხმობდა ასე ვთქვათ ინვალიდების შემწეობას პენსიას ასე ვთქვათ ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის ამ ეტაპზე ანუ ჩვენი მოდელი ეხება ასაკით პენსიონერებს და აქედან გამომდინარე უფრო უმჯობესი იქნება ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს თუმცა რა თქმა უნდა მივესალმები რომ გაიზარდოს და თავისთავად ინდექსება ამის ანუ დაუბრუნდეთ ისევ ამ თემას მთავარი პრობლემა აქ ყველას ინფლაციაზე შემიძლია დავუმატებო ჩვენი სქემით ინფლაცია გათვალისწინებული გვაქვს ჩვენს კალკულაციაში რაც გულისხმობს სწორედ როგორც ბატონ ვოთარმა აღნიშნა ეროვნული ბანკის გრძელვადიან ასე ვთქვათ მიზნობრივ ინფლაციას და მინდა დავარწმუნო მსმენელი რომ ჩვენი სქემი და კალკულაციით აბსოლუტურად მდგრადია ჩვენი სისტემა და ინფლაციით მოხდება ყველა შენატანის ყოველწლიური ასე ვთქვათ ინდექსაცია და ამავდროულად მას დაემატება ის მოგება პლუს კიდე რაც ვთქვათ საპენსიო ფონდის სახელმწიფო ზარალდება ამით ბატონო სახელმწიფო არ დაზარალდება არა სახელმწიფო არაფერ შუაში არ არის აქ საუბარია საპენსიო ფონდის ფუნქციონირებაზე და საპენსიო ფონდის მენეჯმენტი უნდა განხორციელდეს იმგვარად რომ ის თანხა ჩაიდოს მომგებიან ფასიან ქაღალდებში ბონდებში და ასე შემდეგ და მან მოიტანოს მოგება მაგრამ შემოსული თანხიდან ასევე ინდექსირებაც უნდა განხორციელდეს ყველა შენატანის ყველა ადამიანის ანგარიშზე და შესაბამისად ეს შეუძლია აიტანოს იმ სისტემამ, რომელსაც ჩვენ თავაზობ და არაფერი პრობლემა არ ექნება და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის სისტემას აქვს კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაკლი, გარდა იმისა, რომ ამოწურვადია თანხა და იმ ანუიტეტსაც ყიდვა ჭირდება და ის ფული კიდე ექნება თუ არა დასაქმებულს, კიდე პენსიონერს კიდე საკითხავია და რა შეხვდება რომც და მაინც მთავრობა ხშირად ამბობს, თქვენ სისტემას უბრუნდები მაინც ვიცი რომ ამას იტყვის ბათონი ოთარი თუ მიეცა საშუალება, რომ თქვენი სისტემა დოტაციურიაო. სინამდვილეში მათი სისტემაა დოტაციური და გეტყვით საიდან? იმიტომ რომ ის თანხა რომელიც დააგროვა მათი სისტემით ადამიანმა დაგროვება ყულაბაში და ამოეწურა ან აღარა ყოფნის იმიტომ რომ აღარ არის ამოიწურა ფიზიკურად და რჩება მხოლოდ ბაზისური პენსიის ამარა რას იზამს ეს ადამიანი წავა და ბიუჯეტს მიაკითხავს სოციალური შემწეობისთვის ანუ მოითხოვს სოციალური აგენტის მისვლას და მისვის სოციალური დახმარების გადახდას ბიუჯეტიდან რაც იგივე დოტაციაა ჯერ ერთი ჩვენ სისტემას დოტაცია არ ემუქრება იმიტომ რომ მდგრადია ჩვენი გათვლებით და მინდა ვთქვა ის ჩავარდნა რაც აქვს მთავრობის სქემას ის აქვს რომ ადამიანები რომლებიც ქალბატონები განსაკუთრებით რომლებიც დეკრეტულ შეებულებაში გადიან და ხშირად გადიან და ერთმა ხშირად გაიყვანო დეკრეტულში იმ პერიოდში მათ არ გადაეხდებათ ისინი ვერაფერს ვერ შეიტანენ ყულაბაში მეორე დროებითი შრომის უუნარობის პირობებში ასევე ვერაფერს ვერ შეიტანენ და ასევე დროებითი უმუშევრობის პირობებში ვერაფერს ვერ შეიტანენ და ხელისუფლება ვერაფერს ვერ გვთავაზობს აი ამ ჩავარდნების დროს ყულაბაში ფულს ვინ ჩააგდებს თქვენ თუ არაფერი ჩააგდეთ არც მთავრობა ჩააგდებს კაპიქს და არც ხო აი ეს საინტერესო მე თუ ვერ გადავიხდი ამ შემთხვევაში თქვენ თუ ვერ გადაიხდით შესაბამისად თქვენ ვერ მიიღებთ იმ შენატანს რა შენატანის შეიძლება რომ გაგეხორციელებინათ ანუ იმ 4%-ს მთავრობა და დამსაქმებელი არ შემოიტანს ვერ შემოიტანს ვიდრე თქვენ აღარ იქნებით ხომ ანუ იმ შემთხვევაში თუ არ მუშაობთ თქვენ ვერ იქნებით დასაქმებული ის რომ თქვენ ვიღაცა გადაგიხდით თანხას ეს თანხა რა თქმა უნდა ჰაერიდან არ მოდის ეს ისევ და ისევ სხვა გადამხდელებს უნდა გამოვართვათ და დასაქმებულს ხონი ადამიანები დასაქმებულს უნდა გამოვართვათ და დაუსაქმებულს უნდა მივცეთ. ამას გვთავაზობს, ამას გულისხმობს ბატონი გოჩა, რასაც მე პრინციპულად არ ვეთანხმები. რაც შეეხება ინფლაციას, მე ვიტყოდი რომ ფონდის მენეჯმენტი იქნება იმ ფორმით აწყობილი, რომ ინფლაციური რისკები იქნება გათვლილი და ინფლაციასთან გამკლავება არ იქნება პრობლემა. ანუ ყოველწლიურად მოხდება ფონდის პორტფოლიოს შედგენა. საკითხზე მე კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს ორი მსმენელი გველოდება მოვისმინოთ შეკითხვები და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი. თქვა უნდა მექნება რომ ძალიან მოკლედ რომ თქვა დასვათ შეკითხვა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ გისმენთ. ერთი შეკითხვა მინდა დაუსვა მანდაც თქვენთან მოწვეულ სტუმრებს მოგესალმებით ყველას. ეხლა კომპენსაციას ვინც იღებს თქვა რომ რაღაცა კომპენსაციას ვინც იღებს საპენსიო ასაკთან გასვლა პენსიაზე რო უკვე მივა საქმე კომპენსაციას და პენსიას მიიღებს თუ არა მადლობთ კიდევ მეორე შეკითხვაც მოვისმინოთ და ერთად ვაპასუხოთ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ალო დიახ გისმენთ მოგესალმებით და მივესალმებით თქვენ სტუმარს გამარჯობა
და დიახ, აი მანდერასის ეს შეგროვილი თანხის ფონდები ეს უცხოურ ამერიკულ ფასიან ქაღალდებში იქნება დაბანდებული და მაქსიმალურად დაცულია ამერიკის ფასიანი ქაღალდები და წლიურად რამდენი პროცენტის დამატება შეიძლება იქ. მადლობთ. გასაგები, ანუ ეს თანხა, რომელიც წლების განმავლობაში იქნება ანგარიშზე, როგორ მოიხმარს ამას სახელმწიფო, ეს ალბათ ჩვენი საქმე არ არის დამგროვებელის, ხო? თუ გაიზრდება პროცენტები და ემატება. ჯერ პირველ მსმენელს უპასუხოთ და შემდეგ ეს შეკითხვა. პირველი კითხვა შემოსცადეთ შეიძლება. შეღავათებთან დაკავშირებით. კომპენსაციას იჯებს ახლა. რა თქმა უნდა, კომპენსაციას ეს არის განსაკუთრებული პენსიის კატეგორია. ის მოქალაქეების დიახ თავისთავად გაზოვრიანდებიან კერძო საპენსიო ფონდში და მიიღებენ ორივე სახის პენსიას, ანუ კომპენსაციას და კერძო დანაკლებს. მნიშვნელოვანია ეს მოდელი შევთავაზოთ მოქალაქეებს, ვინაიდან მაგალითად იმისათვის რომ კომპენსაცია მიიღოს მოქალაქემ, ანუ განსაკუთრებული კატეგორიის პენსია, მას უნდა კონდეს გარკვეული წლები ნამსახურები იმ უწყებაში, რომელიც მას ამ პაკეტს თავაზობს. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს რისკი, რომ მაგალითად მოქალაქემ იმუშავა 14 წელი და მე-15 წელს მოუწია სამსახურის შეცვლა, ამ შემთხვევაში და შეიძლება ვთქვას, რომ ორივე პენსიის გარეშე დარჩება კომპენსაციის და ასე ვთქვათ, კერძო დანაზოგის. ამიტომაც ჩვენ ამას ვთავაზობთ. და იმ შემთხვევაში თუ დავშვით ერთი შემთხვევაში ხელფასი იყო 1000 ლარი და შემდეგ სამსახურის შეცვლის შემთხვევაში გახდა დავშვით 500 ლარი, აქ შესაბამისად შენატანები დაიკლებს. თავისთავად, ანუ თქვენ შეიტანთ იმას, რასაც თქვენ გამოიმუშავებს და პროპორციულად მიიღებთ თქვენი გამომუშავებული ხელფასის პენსიას. და მინიმალური ხელფასი რამდენი უნდა იყოს? თუ არის სხვარი დადგენილი თუ არა? სხვარი არ არის დადგენილი მოქალაქის ხელფასიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტია, მით უფრო სწრაფად დააგროვებს და მიზედველი იქნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა ოპციებს თუ როგორ შეიძლება დაბალ საშუალო ხელფასზე, დაბალი ხელფასის მქონეები უფრო მეტად წავახალისოთ, თუმცა ამ ეტაპზე ყველასთვის კონტრიბუცია. 5 წლის შემდეგ დავშვათ გადავწყვიტე, რომ აღარ მინდა ამ ფონდში მონაწილეობა. ეს თანხა, რომელიც დავაგროვე საწავო. დამებრუნდება უკან? არის ორი ვარიანტი, ერთი რომ თქვენ გადაიხადოთ მაღალი საჯარიმო სანქცია და ეს თანხა დაგიბრუნდეთ და ამაზეც ახლა ვფიქრობ და ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული. რატომ ეს ჩემი უფლებების დარღვევა? იმიტომ რომ აღარ მინდა უარს ვამბობ და დიახ, თქვენ თუ უარს ამბობთ, თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ შენატანების განხორციელება, თუმცა იმ თანხის გამოტანის უფლება არ უნდა გქონდეთ. ეს არის მეორე ვარიანტი. ჩვენთან შემოიტანეთ და ჩვენთანაც არ გექნებათ გამოტანის უფლება, მაგრამ როცა იმიტომ რომ სადაზღვევო პრინციპზეა აგებული ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პენსია და ვისაც დაჭირდება, იმან უნდა მიიღოს. ჩვენ ახლა ანუ ფაქტიურად თუ უარს ვიტყვი, იმ თანხას ვკარგავ. არა, ნამდვილად არაფერს არ კარგავ. პენსიაზე ხო გახვავთ ეს არ შეიძლება რომ ეს არასწორად მივაწოდოთ მაყურებელს, თქვენ არაფერს არ კარგავთ, უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო იღებს დიდ ხარჯს, ანუ სახელმწიფო თქვენს გადახდილ თქვენ შეტანილ 2%-ს ამატებს 2%-ს და სამსაქმებელსაც ავალდებულებს იგივე შენატანი განახორციელოს. ამას აკეთებს ერთი მიზეზით და ერთი მიზნით. იმისათვის რომ თქვენ სიბერე გქონდოთ უფრო უზრუნველი, ანუ უფრო მაღალი შემოსავალი გქონდეთ სიბერეში და ახალგაზრდობაშივე არ დახარჯოთ ეს თანხა. ამ პრინციპის გამო არის, რომ ვინაიდან თქვენ გაძლევთ ამ დანამატს, თქვენ გეკისრებათ გარკვეული ვალდებულება. მარტივი ვალდებულება მე ვიტყვი, ის ვალდებულება, რომ ამ თანხას არ მოგდეთ ხელი. თუმცა ვიტყოდი, რომ იქნება გარკვეული დაშვებები, რა შემთხვევაში შეიძლება რომ ეს თანხა გამოიტანოს მოქალაქემ, გარდაცვალების გასაგებია. გარდაცვალება და ინვალიდება, ასევე პირველად როდესაც მოქალაქე ბინას ყიდულობს, შეიძლება რომ ეს უზრუნველყოფაში ჩადოს ბანკში და ასე ვთქვათ. სახელმწიფო სად განათავსებს ამ თანხას, სად გამოიყენებს? ის ხო არ იდება ანგარიშზე, ეს იქნება ბრუნვაში თავის. ფონდი არ არის, ეს არის კერძო ფონდი, რომელსაც კერძო ეს სახელმწიფო ფონდი არ არის და ასე შემთხვევაში საჯარო ფონდი უნდა იყოს, საჯარო კერძო ფონდის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება თუ როგორ? ნამდვილად გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, შეირჩევა თავდაპირველად ორი საპენსიო ფონდი, კერძო საპენსიო ფონდები, რომელსაც ექნება საკმაოდ ასე ვთქვათ, მკაცრი მოთხოვნები გაწერილი. იქნება მნიშვნელოვანი კომპონენტები გათვალისწინებული, როგორც არის საერთაშორისო გამოცდილება, ანუ საპენსიო აქტივების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ასევე მნიშვნელოვანია სხვა დამატებითი კრიტერიუმები, რითაც რეალურად მოქალაქეებს ექნება დიდი სანდოობა. რამდენად ძვირი იქნება ეს ფონდები, ბატონო თარ იქნება ეგეც ბრძანა, პირველ ძალიან ძვირი ამ ფონდების ასეთი კომპანიების მომსახურება არის გეთახმებით, ანუ არსებობს რამოდენიმე პრინციპი, შეიძლება ფონდი იყოს ძვირი, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს საკმაოდ შეღავათიანი. ზუსტად ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევიმუშავოთ ისეთი მოდელი, რომლითაც მოსაკრებელი იქნება საკმაოდ დაბალი და აქტივების მოხდება აქტივების პასიური მართვა. ანუ ინდექსში ინვესტირება საერთაშორისო ბაზარზე და ადგილობრივ
ობლიგაციებში ინვესტირება და ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებში. ანუ რეალურად ჩვენ ზუსტად ვითვალისწინებთ იმ პრინციპს, რომ ეს მართვა არ უნდა იყოს ძვირადღირებული და გამომდინარე იქიდან, რომ იარსებებს მხოლოდ ორი ფონდი და ამ ორ ფონდს ექნება საკმაოდ დიდი თანხები, შესაბამისად მოსაკრებელიც დაიწევს. მე შეიძლება დავამატო ერთი რამე. მე მინდა რომ ჩვენი სქემა, რასაც ჩვენ თავაზობთ, ეს არის ძალიან ახლოს ევროპულ სქემასთან, ის რაც გავრცელებულია ძველი ევროპის ქვეყნებში, ასე ვთქვა და ახალი ევროპის ქვეყნებში, სხვათა შორის ყველგან ეს სამი კომპონენტი, რაც ახლა მე ვიტყვი, არსებობს. ჩვენ მთავრობის ვერსიას არ ვეთანხმებით იმ ნაწილში განსაკუთრებით, როგორც ძირითად საპენსიო ასე ვთქვათ შენატანის განმახორციელებელ სქემას. ამიტომ არ ვეთანხმებით, თორემ ის ჩვენ სქემაშიც ფიგურირებს, ოღონდ როგორც მესამე სვეტი. ანუ პირველი ბაზისური პენსია, მეორე სადაზვო პრინციპებზე აგებული, რაც მე უკვე ნაწილობრივ ვთქვი და მესამე ისაც მთავრობა გვთავაზობს, ეგ უნდა იყოს დამატებითი შემავსებელი სქემა და არა ძირითადი სქემა, როგორც მთავრობა ამბობს, იმიტომ რომ ის ვერ უზრუნველყოფს ჩვენი აზრით რეალურად ღირსეულ სიბერეს. და ვერსიმ ჩანაცვლების კოეფიციენტს პენსიით ხელფასისას, რაზეც მთავრობა ლაპარაკობს. გარდა პრინციპი მეტნაკლებად, ხო, ბევრი შენიშვნები ძალიან ბევრი შენიშვნა პრინციპებში საფუძვლებში განსხვავდება. მთავრობა თქვენი გარდა ასაკისა. გარდა იმისა, რომ მთავრობა თავიდან ამბობდა პირველ ვარიანტებში, რომ ვთქვათ მონაწილეობა ამ ფონდში მთავრობის ვარიანტში ექნებოდა, უფლება ექნებოდა მხოლოდ ქალბატონებს 45 წლისა და მამაკაცებს 50 წლისას. და ჩვენ ამბობდით, რომ ყველას უნდა მიეცეს საშუალება. და ჩვენი სქემა სწორედ მაგიტომ არის კარგი, რომ ნებისმიერს ექნება მონაწილეობის უფლება და პირველივე პენსიონერი პირველივე წელს გაჩნდება. ფონდი რო შევა ძალაში 2017 წლის ვთქვათ შემოდგომაზე, პირველივე წელს 18 წელს გასული პენსიონერი უკვე მიიღებს შეღავად 3, 4, შეიძლება 5 ლარის ოდენობით თვეზე. შემდგომ წელს გასული კი 2 წლის მერე უკვე 10 ლარის შეღავას და ასე შემდეგ და უკვე არსებულ პენსიონერებს, ანუ 2017 წლიდან შემდგომში არსებულ პენსიონერებს შეღავათი მიეცემათ. მთავრობის ვარიანტში კი 2015 წლის შემდეგ მიეცემა მხოლოდ შეღავათი პირველ პენსიონერს. ხო, დიახ. თუ შეიძლება აუხსნამეს მსმენელს, თუ რატომ არ ვეთანხმებთ მოცემულ შემოთავაზებას, ის რაც ბატონი გოჩა ბრძანებს ძალიან კარგად ჟღერს და თქვა სიმპათიურად გამოიყურება შეიძლება ითქვას. თუმცა ჩემთვის ეს ძალიან კარგად ნაცნობი მოდელია, ვინაიდან საპენსიო თემატიკაზე არაერთი წელი მაქვს ნამუშევარი. მუშაობდი მსოფლიო ბანკში, ვაშინგტონის ოფისში საპენსიო რეფორმების ჯგუფში, შესაბამისად მსგავს მოდელებს არაერთ ქვეყანაში წავაწყდებით და ვიხილავდით და ასე ვთქვათ ვამუშავებდით, თუმცა ძალიან დიდი დანაკლისი მდგომარეობს ნეგატიური მხარე მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის არამდგრადი სისტემა. ანუ ეს არის სისტემა, რომელიც თავაზობს, რომ არსებულმა მოქმედმა დასაქმებულმა პიროვნებამ უნდა დააფინანსოს არსებული პენსიონერი, თუმცა ვერავინ ვერ აძლევს იმის გარანტიას მოქალაქეს, რომ მაგალითად მე მომავალი თაობის ახალგაზრდა დამაფინანსებს, როდესაც მე გავასაფინანსებ. ეს არის პენსიო, ჩემი გადასახადებით, მაგრამ ეს არის პირამიდის პრინციპი. ეს სისტემა მუშაობს მაშინ, როდესაც შობადობა არის პოზიტიური ბალანსი, მოქალაქეების რაოდენობა იზრდება, საშუალო ხელფასი სწრაფად იზრდება ეკონომიკაში, დასაქმება იზრდება და ასე ვთქვათ, ყველაფერი კარგად არის. თუმცა გვირდება, რომ ასეც იქნება, ეკონომიკაზე დასაქმება, მოსახლეობის რაოდენობა, შობადობა გაიზრდება და პესიმისტურ პროგნოზებზე ბატონო არ უნდა გავთვალოთ ჩვენი ცხოვრება, უნდა გავთვალოთ ოპტიმისტური, ასე არ არის? ეს არის თქვენს მიერ შემოთავაზებული მოდელი გაკეთდა ყველა ქვეყანაში. არა, უნდა გაითვალისწინოთ. მაგრამ ის რომ ეხლა ჩვენ პესიმისტში გადავარდეთ და პესიმისტური ვარიანტებით ვიცხოვროთ, მაშინ როცა მთავრობა ამბობს, რომ დაგვექნება 5%, ეს ეხება კრიზის ფაქტორებზეა საუბარი, როგორც ყველაფერს ახლავს. ბატონმა გოჩამ როგორც ბრძანა მათ მოდელში, ის ვისაც აქვს საშუალო ხელფასზე მეტი, ის მიიღებს გაცილებით ნაკლებს, ვიდრე მოქალაქე, რომელსაც აქვს ცოტა ნაკლებს. ანუ არასწორი გადანაწილება, მაგალითად მე თუ მაქვს საშუალო ხელფასზე ის ორი ოდენი ხელფასი, ამ შემთხვევაში ძალიან დავიჩაგრებით. ეს არის არასწორი გადანაწილება. ანუ დიდარ წართ ღარიბს მიეცი ეს პრინციპი, ჩვენ უკვე გვაქვს სოციალური პენსიის სახით, ამიტომ უნდა შევთავაზოთ ის პრინციპი, რომ თქვენ რასაც გამოიმუშავებთ, იმის შესაბამის პენსიას მიღებთ. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი მოდელები ამას ქვია pay as you go სისტემა, მსგავსი მოდელები ძალიან ბევრ ქვეყანაში გაკუთრების პირას არის და ქვეყნები მიიყვანა გაკუთრების ფისკალური ბატონთან. მოდი ხა კორექტული ვიყოთ, არ მიიყვანია ამას გაკუთრებამდე, ეს ეკონომიკურმა პრობლემებმა მიიყვანეს, იგივე საბერძნეთი და იტალიის სხვა პრობლემებმა და არა ამ პრობლემებმა. ასევე ესპანეთი და სხვა ევროპის ძლიერი ქვეყნები, როგორც არის მაგალითად იტალია, ამ ქვეყნებს შეექმნათ სერიოზული ფინანსური პრობლემები, ანუ საპენსიო ვალდებულებებს ვეღარ ისწრებდა ის სისტემა, რასაც სისტემის გამო არა, იმიტომ რომ ეკონომიკის და არასწორი ეკონომიკური ფინანსური პოლიტიკის გამო და არასა
სამოხსნიან შოკს ვერ გავუძებ. დეპრესიის რაღაცა გამეორდა მაგას ვერ თქვენი სისტემა გაუზავ, ესეც სისტემა ვერ გაუზავ ცხოვრებაში დედამიწის ზურგზე. ბატონო გოჩა, ეს არის ცნობილი ფაქტი, რომ ეს არის სისტემა, რომელიც საბოლოო ჯამში გაკოტრდება. არა, ცნობილი არ არის. ბელგიაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში რა არის ზუსტად თქვენ იმას მიიღებთ. დასულია იქიდან გამომდინარე, თქვენ იმას მიიღებთ, რასაც თქვენ ჩადებთ. და თუ ვერ მიიღებ, აი ამაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი? ეს ცოტას მიიღებთ, რატო ამოგეწურება დიდხანს იცოცხლებთ? ხარე, გასაგებია, დავუშვათ რაც მაქვს, პირობითად მაქვს, რა ვიცი, 1000 ლარი ეს მარტივად რო ვთქვა. ვერ მივიღეს 1000 ლარი, როდესაც მივაღწიე საპენსიო ასაკს. ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? ის კერძო კომპანია, რომელიც შეიძლება ადგეს და რა ვიცი, გაკოტრებულად გამოაცხადოს თავი, შესაძლებელია. ამაზე იქნება, არა, ვერ გამოაცხადებს გაკოტრებულს, გამომდინარე იქიდან, რომ აქტივების მართვის პრინციპი ეფუძნება დივერსიფიკაციას, რისკის გადანაწილებას, პორტფოლიოს ალოკაციას სხვადასხვა ინსტრუმენტებში. ანუ თეორიულადაც კი შეუძლებელია ფონდი გაკოტრდეს, თუ არ მოხდა, ასე ვთქვათ, თაღლითობა და ამ თანხების, ვთქვათ, მითვისება. ის რისკის პრაქტიკულად გამორიცხული. რაც შეეხება სახსრების დაცულობას, როგორც მე აღვნიშნე, ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც 100 წელზე მეტ ხანს მართავენ საპენსიო აქტივებს. ანუ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის მოწვევა და მომსახურება ძვირიჯდებაო ბატონ გოჩამბძანა და აქვს ბიუჯეტს გადაღება. მოიგონებს და როგორ შექმნის რა მექანიზმი, მაგრამ ძალიან ძვირიჯდება. ეს არის სახელმწიფოს შესაქმნელი მექანიზმი, ანუ ესე არ არის რომ საპენსიო ფონდმა დააწესოს მოსაკრებელი, ანუ სახელმწიფო წინასწარ უსაზღვრავს მოსაკრებელს და იმაზე მეტის დაკისრება არ შეუძლია, შესაბამისად ჩვენ ეს გათვლილი გვაქვს. ის კომპანიები დაგახსოვებიათ მე მაგეთ მცირე გაშეცადანზე კარ კომპანიას როგორ მოისურვებთ ეს არის რომ არ მიეცით საშუალება. ამიტომ ჩვენ ვინაიდან ჩვენ გვეყოლება ორი კომპანია, რომელიც ადგილობრივ კომპანიასთან პარტნიორობით შექმნიან ფონდს და მოახდინენ ამ აქტივების მართვას. და აქტივების სიდიდე იქნება იმ ხელა, რომ მათთვის უკვე იწურება. ასევე მართლაც რამდენი მიაქვთ ამ კომპანიებს, სომხეთში რო ჩატარდა იმ ორ კომპანიას რამდენი მიაქვს? დაახლოებით მეორე წელს 0.8 აქვს და მესამე წელს უკვე 0.5-მდე ჩამოვა. გასაგებია, ეს არის თემა, რომელიც ერთი გადაცემით რა თქმა უნდა ვერ ამოიწურება. მე აქ მსმენელებს მინდა უთხრათ, რომ დღეს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ უსმენთ ერთმანეთს დაუბრუნდება ამ თემას. ჩვენ ბატონები, რომლებიც დღეს სტუდიაში არიან წარმოდგენილი, ისე ვისაუბრებენ ამ თემაზე და თქვენ უფრო მეტი საშუალება გექნება დარეკოთ პირდაპირ და დასვათ შეკითხვას. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო გამოიწურა და მე გვპირდებით, რომ ამ თემას ჩვენ არაერთხელ დაუბრუნდებით, რომ წელიწად ნახევარია არის დარჩენილი იმისათვის, რომ ეს რეფორმა დაიწყოს. ხო და ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებებით შევიდეს. თუ პრინციპი უცვლელი დარჩება, ეს ამაზე უკვე ჩამოყალიბდა მთავრობა, რომ ეს პრინციპი 2-2-2 არ შეიცვლება. პრინციპი ჩამოყალიბებულია, თუმცა მე ვიტყვი, რომ უამრავი დეტალი არის გასაწერი, მაგალითად რისკ მენეჯმენტ სისტემა, საპენსიო აქტივების მართვის პარამეტრები, ფონდების მართვის წესების შემუშავება, კანონების აშენება და შემდეგ. შემდეგ წელიწად ნახევარი დაეთმობა ამ პროცესს და შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ 2018 წლის მესამე კვარტალის ბოლოს, 2017 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეს სისტემა ამოქმედდება და მოქალაქეების სურვილის მიხედვით გაწევრიანდებიან. ბატონო გოჩა, თქვენ ბოლო რეპლიკა თუ შეიძლება და ვამთავრებთ. მადლობა გადაუხადო ბატონთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ რამდენჯერმე დიახ შევხვდით ერთმანეთს, გავიარეთ ერთმანეთის ვარიანტები, უფრო ჩვენი ვარიანტი უფრო ვანახეთ, ვიდრე მათი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი გათვლები და კალკულაციას მოგვეწოდება, რომ ნახოთ რამდენად არის თუნდაც ის, რაზეც საუბრობს, რეალისტური, მაგრამ მე მინდა აღნიშნო, რაც თქვა, რომ თუ კი არქიტექტურაზე და პრინციპებზე ჩამოყალიბებულია ხელისუფლება, მაშინ აბა რაღაცა საზოგადოება რაღაც ცვლილება უნდა შეიტანოს, ხო? კოსმეტიკის კოსმეტიკური ხა ფერუმარული წაუსვათ ეს ხო არ არის, არა, ამიტომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სოფლიო ბანკთანაც და მთავრობასთანაც უფრო სიღრმისეული დიდი მადლობა. კახილები გვექნება. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ოთარ ძიძიკაშვილი და გოჩა ალექსანდრია. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დღეს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ვუსმენთ ერთმანეთს ამ გადაცემაში, ეს იქნება მთავარი თემა, ასე რომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში ჩვენ სხვა თემით და სხვა სტუმრებით დაბრუნდებით. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.